ტოტო სულ მეორედ მოვიდა გაკვეთილზე და ესე მითხრა, თუ კარგად მოიქცევი, გადამიღებ მეც და მეც გამომაჩენო. ხო და გადავწყვიტეთ, რომ ბრძანება ადე გასწავლოთ ორივე პოზიციიდან. ნუ აი ხო გითხრით, კარგად იქცევა. ესე იგი დავიწყოთ ბრძანება ადე. ნახეთ რა მარტივია. ხელში დავიჭერ სასუსნავს და წარმოვიდგენ ადგომის დროს მისი ცხვირი თუ სად მოხდება. დაგვირდით? მაგრამ ამ დროს არ ვეუბნები ბრძანებას. ჯერ ვცდილობ, რომ ჟესტიკულაციის დონეზე ვასწავლოთ. ხო, ეხლა უნდა ტოტოს რომ ეს ბრძანება გასწავლოთ, ხო, ჯდომიდან. დააკვირდით, წამოვიღებ ხელს და შევეცდები უკანატანი იყოს ერთ ადგილას დატოვებული. გამიმეორო თავიდან, წამოვიდა და ოდნავ მივაწვევი. აი ეს. ესე იგი, მაქსიმალურად წინა თათები ჯობია რომ ერთ ადგილას იყოს გაჩერებული. ხო, თუ ესე დაგირღვევთ მაგისთვის სხვა რაღაცებია საჭირო და მაგას ცალკე აგიხსნით. მაგრამ ჯერ ეს კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. ნახეთ? აი? ესე იგი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ მით უმეტეს ლეკვის სწავლების პირველი პროცესი მაქსიმალურად ზუსტი ტექნიკით იყოს გაკეთებული, რომ მე არასწორად არ დაამახსოვრდეს. ნახეთ? კიდე განახებთ კარგად. ჩავიტანეთ ფეხებს შორის. დავახვედრეთ, ის ძირს იყო ხო, მე მგონი ბორგის ვიდეო ყველას გაქვთ ნახი. ეხლა ესე იგი წამოვიდა. აი, უკანატანით უკვე გამოუვიდა. ესე იგი, როგორც კი სწორ ტექნიკას მიაღწევთ, ბევრი გამეორება და სულ ეს არის.